არსებობს ერთი უძველესი ოკულტური კანონი, რომელსაც სამყაროს მართველები მკაცრად იცავენ. მას ნების გამოცხადება ჰქვია. სანამ ისინი რაიმე გლობალურს ჩაიდენენ, სანამ სამყაროს თავდაყირად აყენებენ, ვალდებულნი არიან გვაჩვენონ თავიანთი გეგმა. ისინი ამას აკეთებენ ღიად, ყველას დასანახად, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელსაც მხოლოდ ერთეულები თუ გაიგებენ. უმრავლესობისთვის ეს უბრალო ნახატია, რასაც ეკრანზე ხედავთ. გართობა ან ფერადი ჟურნალის ყდა, მაგრამ მათთვის, ვინც იცის სიმბოლოების ენა, ეს არის სასიკვდილო განაჩენის ოქმი, რომელიც უკვე ხელმოწერილია. დღეს ჩვენ ვხსნით დოკუმენტს, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა და რომელმაც უკვე შეძრა სამყარო. თქვენს წინაშია გლობალური ელიტის, მთავარი რუპორის ჟურნალ The Economist-ის 2026 წლის წინასწარმეტყველური ყდა. დედამიწის საიდუმლოება. გახსოვდეთ, ეს გამოცემა არასდროს ცდება. მათ იწინასწარმეტყველეს პანდემია. მათ იწინასწარმეტყველეს ომი ევროპაში. იწინასწარმეტყველეს ციფრული ვალუტების აღზევება. ახლა კი მათ დაგვიდეს რუკა იმისა, რაც სულ რაღაც 2 მაქსიმუმ 3 წელიწადში გველოდება. შეხედეთ ამ ქაოსს. ერთი შეხედვით ეს ფერადი კალეიდოსკოპს გავს, მაგრამ დააკვირდით დეტალებს. ცენტრში სადღესასწაულო ტორტია, რომელზეც ანთიას ზანთლები წარწერით 250. ვისი იუბილეა ეს და რატომ არის ზეიმი გარშემორტყმული ტანკებით, ბირთვული რაკეტებით, შპრიცებითა და რობოტული ხელებით. ეს არ არის დაბადების დღე, ეს არის პანაშვიდი, 10 პანაშვიდი. ეს არის ძველი სამყაროს დასასრული და ახალი ციფრული ციხის დაბადება. მათ პირდაპირ გვითხრეს, 2026 წელი არის ნულოვანი წერტილი. წერტილი, სადაც ადამიანის ბიოლოგია, პოლიტიკა და ცნობიერება საბოლოოდ გადადის ხელოვნურ მართვაზე, მაგრამ ყველაზე შემზარავი დეტალი სულ ბოლოში იმალება. დააკვირდით ფიგურას კუთხეში, ფეხბურთელს, რომელიც მთელი ძალით ურტყამს წიხლ სფეროს. ეს სფერო ჩვეულებრივი ბურთი არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს ბურთი აწყობილია ჩვენი პლანეტის მოვლენებისგან, ჩვენი ქალაქებისგან, ჩვენი ცხოვრებისგან. ეს არის მათი მთავარი გზავნილი. დედამიწა მათთვის მხოლოდ სპორტული ინვენტარია. ჩვენ ვართ ბურთი გლობალურ თამაშში, რომელსაც ახლა მოედნიდან აგდებენ. წესები შეიცვალა, მსაჯებმა სასტვენს ჩაჰპერეს. დღეს ამ სერიაში ჩვენ დეტალურად გავშიფრავთ ამ სურათის თითოეულ პიქსელს. ჩვენ გავიგებთ, რატომ არის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს სინამდვილეში 250 წლიანი ექსპერიმენტის დასასრული. რატომ გვაჩვენებენ შპრიცებსა და ჯოისტიკებს ერთად და რაც მთავარია, სად არის გასასვლელი ამ ლაბირინთიდან, სანამ ფინალურ დარტყმას განახორციელებენ. სანამ უშუალოდ 2026 წლის ამ სურათის გაშიფრვას დავიწყებ, აუცილებელია გავიგოთ რატომ აქვს ამ ერთი შეხედვით უწყინარ ნახატს ასეთი მომაკვდინებელი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას, იმისათვის რომ დავინახოთ კანონზომიერება, რომელიც 10 წლეულებია მუშაობს. ჟურნალი ეკონომისტი არ არის ჩვეულებრივი პრესა, ის არ იწერება მხოლოდ ხალხისთვის. 1853 წლიდან მოყოლებული ეს გამოცემა წარმოადგენს გლობალური ფინანსური ელიტის, ბანკირებისა და არისტოკრატიის პირად ბიულეტენს. როდესაც ვიკვლევთ მის მფლობელებს, ჩვენ ვაწყდებით გვარებს, რომლებიც მართავენ მსოფლიო ეკონომიკას. როჩილდების ოჯახიდან დაწყებული ევროპული ინდუსტრიული გიგანტებით დამთავრებული. შესაბამისად, რასაც ისინი ყდაზე ბეჭდავენ, ეს არ არის ჟურნალისტური ვარაუდი, ან პროგნოზი. ეს არის დღის წესრიგი და ეს არის ინსტრუქცია მათთვის, ვინც იცის კითხვა სტრიქონებს შორის. ისტორიულად ეკონომისტის ყოველწლიური გამოცემა, რომელსაც მსოფლიო მომავალ წელს ჰქვია, ასრულებს ერთგვარი გლობალური შუქურის როლს. ისინი იყენებენ ეზოპეს ენას, სიმბოლოებს, ფერებს, დაფარულ ციფრებსა და ალეგორიებს. უბრალო მკითხველისთვის ეს მხოლოდ კრეატიული ილუსტრაციაა, მაგრამ ანალიტიკოსებისთვის ეს არის დაშიფრული გზავნილი მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ. ფაქტები თავად მეტყველებენ.
გავიხსენოთ 2019 წლის ყდა, სადაც გამოსახული იყო პანგოლინი და აპოკალიფსის 4 მხედარი. მაშინ ეს უცნაურ ხუმრობად გვეჩვენებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მსოფლიო პანდემია მოიცვა და პანგოლინი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ იქცა. გავიხსენოთ 2022 წლის წინამორბედი ყდები, სადაც ნაჩვენები იყო ტანკები, მარცვლეული და ბირთვული სოკო. ზუსტად ის სცენარი, რაც მოგვიანებით ევროპაში ვითარდება. მათი მეთოდი მარტივია და ამავდროულად გენიალური. ისინი არ მალავენ სიმართლეს. ისინი მას თვალსაჩინო ადგილას დებენ. ფსიქოლოგიაში ამას წინასწარი პროგრამირება ქვია. როდესაც საზოგადოება ხედავს მოსალოდნელ სცენარს, ნახატის სახით, მისი ქვეცნობიერი ეჩვევა ამ აზრს და როდესაც მოვლენა რეალურად ხდება, შოკი ნაკლებია, ხოლო მორჩილება ბევრად უფრო მეტი. ამიტომ, როდესაც დღეს ჩვენ ვუყურებთ 2026 წლის ყდას, ჩვენ არ ვუყურებთ მხატვრის ფანტაზიას. ჩვენ ვუყურებთ დოკუმენტს, რომელიც შექმნილია დახურულ კაბინეტებში. ეს არის გრაფიკული გამოსახულება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც უკვე მიღებულია და რომელთა აღსრულებად საათის მექანიზმებით არის აწყობილი. ეს ჟურნალი არ წინასწარმეტყველებს მომავალს, ის აცხადებს პირდაპირ მას. თავარია ჩვენ შევძლოთ მისი ამოკითხვა. იმისათვის, რომ დავწმუნდეთ 2026 წლის ყდა, რომ არ არის უბრალოდ მხატვრობა, მე მინდა ეკონომისტის არქივი გადავშალოთ. ის, რასაც იქ ვპოულობთ, არ არის დამთხოვების სერია. ეს არის ქრონოლოგია, სადაც მოვლენები ჯერ იხატება, ხოლო შემდეგ წლების მერე ზუსტად ისე ხდება რეალობაში. აი, რამდენიმე ყველაზე გახმაურებული მისტიური მაგალითი წარსულიდან, რომელსაც ეკრანზე ხედავთ და რომლებმაც მსოფლიო მაშინ საგონებელში ჩაავდო. 1988 წლის ყდა. მსოფლიო ვალუტა. ეს არის ალბათ ყველაზე ლეგენდარული და ასევე საინტერესო ფაქტი ისტორიაში. რა ეხატა სურათზე? ნაჩვენებია ცეცხლში დამწვარი ქაღალდის ფული და დოლარი, იენა, მარკა, ფერფლიდან კი ამოდის მითიური ფრინველი, ფენიქსი, მაგრამ მთავარი დეტალი ფენიქსის ყელზეა. მას კიდია ოქროს მონეტა, რომელზეც ამოტვიფრულია 2018 წელი. რა მოხდა? ზუსტად 30 წლის შემდეგ, 2017-2018 წლებში მსოფლიოში მოხდა კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უპრეცედენტო ბუმი, ბიტკოინის აღზევება. ჟურნალმა 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ქაღალდის ფულის კრიზისი და ციფრული ალტერნატიული ვალუტის დაბადება. ეს არ იყო მარტივი პროგნოზი, ეს იყო ფინანსური სისტემის გადატვირთვის გეგმა. 2015 წლის ეკონომისტის ყდა. დასვლელი და პანიკა. ეს ყდა შესრულებული იყო ალისას საოცრებათა ქვეყანაში სტილისტიკის დაცვით, მაგრამ პერსონაჟები შემზარავი იყო. რა იხატა მსოფლიო ლიდერების, ობამა, მერკელი, სი ძინპინი და მათ წინ იდგა პატარა ფიგურა, მთამსვლელი, გერმანული ლეგენდის თანახმად, მთამსვლელი უკრავს სალამურზე, ახიბნოზებს ბავშვებს და მიყავს ისინი უბსკურულისკენ, ან იტაცებს მათ. მესიჯი რაში მდგომარეობდა, ეს იყო პირდაპირი მინიშნება მასების ფსიქოლოგიურ დამუშავებაზე. იქვე კუთხეში გამოსახული იყო პატარა ბირთვული სოკო და ჟურნალი, რომელზეც ეწერა პანიკა. ბევრმა ეს ევროპის მიგრაციულ კრიზისსა და შემდგომ უკვე ტერაქტების სერიას დაუკავშირა, სადაც საზოგადოება მართლაც დაჰიპნოზებულივით მიყვებოდა ლიდერების დამღუპველ გადაწყვეტილებებს. 2017 წლის ეკონომისტის ყდა. პლანეტა, ტრამპი და ტაროს კარტები. აქ ჟურნალმა გადაწყვიტა პირდაპირ ოკულტიზმს შეხებოდა და შედგებოდა 8 ტაროს კარტისგან. კოშკის არკანი იყო ერთ-ერთი, კარტზე გამოსახული კოშკი, რომელსაც მეხი ეცემა. ეს ტაროში ძველი სისტემის ნგრევის, ქაოსისა და რევოლუციის სიმბოლოა. კოშკს ორი მხარე ჰქონდა. ერთ მხარეს ჯვარი, ქრისტიანობა და მეორე მხარეს კომუნისტური ნამგალი და ურო. ეს იყო ძველი იდეოლოგიების რღვევის პროგნოზი. სიკვდილი. კარტზე ჩონჩხის უკან მოჩანდა ბირთვული აფეთქების სოკო. ასევე იყო განდეგილი ჰერმიტი. მასზე გამოსახული იყო ხალხი, რომელიც აპროტესტებდა გლობალიზაციას, რაც მოგვიანებით ბრექსიტსა და ნაციონალისტურ მოძრაობებში აისახა.
2019 წლის ყდა და ვინჩი და პანგოლინი. ეს არის ყველაზე ზუსტი და შემზარავი დამთხვევა ყდა შავ ფონზე ლეონარდო და ვინჩის სტილის ნახატებით იყო გაფორმებული. რაიხატა ნახატებს შორის სრულიად მოულოდნელად გამოსახული იყო ცხოველი პანგოლინი. მაშინ ვერავინ მიხვდა რატომ დასჭირდა გეოპოლიტიკურ ჟურნალს იშვიათი ძუძუმწოვრის დახატვა. რა მოხდა? სულ რაღაც ერთ წელიწადში 2020 წლის იანვრის თვეში მსოფლიო მოიცვა COVID პანდემია. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ შუალედურ მასპინძლად მეცნიერებმა სწორედ პანგოლინი დაასახელეს. ჟურნალმა ზუსტად იცოდა, საიდან და როდის დაიწყებოდა გლობალური ბიოლოგიური კრიზისი. ჯერ კიდევ მანამ სანამ უჰანში პირველი ადამიანი დაახველებდა დამატებითი თვალსაზრისით დეტალებით, იმავე ყდაზე იყო ვიტრუვიუსის ადამიანი გამოსახული, რომელსაც ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი, QR კოდი, ციფრული პასპორტები და ღერო უჯრედები, რომელსაც ნისკარტით მოჰქონდა ჩვილი, შტრიხ-კოდი, გენეტიკური მოდიფიკაციის და დემოგრაფიული კონტროლის ნიშანი. ეს ისტორიული ექსკურსი ნათლად აჩვენებს, როდესაც ეკონომისტი ხატავს, ის უბრალოდ არ ვარაუდობს. ის აცნობებს მსოფლიოს იმ გეგმის შესახებ, რომელიც კულისებში უკვე დამტკიცებულია. ამიტომ 2026 წლის ყდაზე გამოსახული შპრიცები, ტანკები და დედამიწა ბურთის სიმბოლო არ არის მხოლოდ მხატვრული მეტაფორა. ეს არის განრიგი. ახლა უკვე უშუალოდ შევეხოთ 2026 წლის გარეკანის პირველ დეტალურ გაშიფრვას. მე ვიწყებ ყველაზე შესამჩნევი და ამავდროულად ყველაზე დაფარული სიმბოლოებით. ოქროს გასაღები და გლობალური სტადიონი. რას ვგულისხმობ ახლა კონკრეტულად ამ სიტყვაში? რატომ არის დედამიწა მრგვალი, ციხე და ვის ხელშია მისი კარი? ჩაკეტილი წრე თუ სიკვდილის ბურთი? დააკვირდით ილუსტრაციის საერთო კომპოზიციას. ეს არ არის უბრალოდ ქაოსურად დაყრილი ნივთები. მთელი ეს სამხედრო ტექნიკა, შპრიცები, საარჩევნო ყუთები და ტექნოლოგიები ქმნიან იდეალურ სფეროს. რას ნიშნავს ეს ოკულტურ ენაზე? ჩაკეტილი სისტემა. წრე სიმბოლოა უსასრულობისა და ჩაკეტილობის. ელიტა გვეუბნება, რომ 2026 წელს სისტემა იკვრება. გასასვლელი კი არ არსებობს. ყველაფერი პოლიტიკა, ომი, მედიცინა, გართობა ერთიანი მექანიზმის ნაწილი ხდება. გლობალური ბურთი. ქვედა მარჯვენა კუთხეში ფეხბურთელი ურტყამს პატარა ბურთს, მაგრამ მისი დარტყმის ტრაექტორია, წითელი ხაზები პირდაპირ უერთდება ამ დიდ ცენტრალურ სფეროს. ანუ ის თვითონ ის პატარა ბურთი არის დედამიწის მაკეტი. ეს არის ერთგვარი მესიჯი, ჩვენ ვთამაშობთ პლანეტით. დედამიწა აღარ არის სახლი, ის არის მოედანი, სადაც გლობალური მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ხოლო ჩვენ ხალხი ამ ბურთის შიგნით ვართ გამომწყდეულნი და ყოველი დარტყმა, ომი, პანდემია ჩვენს თავზე ხდება. ტრამპი და ახალი კარის გახსნა. თქვენ და ზოგადად სწორი თვალის დამკვირვებელი ადამიანები სწორად აღნიშნავენ ხოლმე. და აქ უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელიც ერთი შეხედვით ამ ყდასთან არ ჩანს კავშირში, მაგრამ სინამდვილეში მისი გასაღებია. დონალდ ტრამპმა, როგორც თეთრი სახლის ლიდერმა, მეპატრონემ, რაც ყდაც მიანიშნებს ამ ყველაფერზე, დაიწყო ოქროს გასაღებების დარიგება. რატომ არის ეს სიმბოლური? ეს არის ორსახოვანი იანუსი, მითოლოგიური გასაღები. ეკუთვნის იანუს, ღმერთს, რომელიც იყურება წარსულსა და მომავალში. 2026 წელი შეერთებული შტატების თვის 250 წლის იუბილის წელია. ეს არის სწორედ ის კარი, რომელიც უნდა გაიყოს. ტრამპი კი როგორც ფიგურა არის კარისკაცი, რომელიც ხურავს ძველ ეპოქას და ხსნის ახალს. ვის მისცა გასაღები? ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გასაღები გადაეცა კრიშტიანუ რონალდუს, არ არის უბრალო პიარ-სვლა. ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რასაც თქვენ ყდის ქვედა ნაწილში ხედავთ და წერია კიდევაც ყდაზე. რონალდუ და სპორტი ეს ოპიუმია ახალი ეპოქისთვის. რატომ ფეხბურთელი? დააკვირდით ყდას და ფეხბურთის ელემენტი, მოთამაშე ბურთი და წარწერა დომინირებს, ყურადღების გადატანა. ხდება ამით.
როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზეა, რასაც ყდაზე ვხედავთ, მასებს სჭირდებათ სანახაობა. ტრამპმა, ანუ პოლიტიკამ, გასაღები გადასცა რონალდუს, ანუ სანახაობას. ეს არის ალიანსი. ელიტა ამბობს, ჩვენ მოგცემთ სანახაობას, მოგცემთ კერპებს, როგორც რონალდოა, რათა თქვენ არ შეხედოთ იმას, რასაც ჩვენ სცენის მიღმა ვაკეთებთ. საუდის არაბეთის ფაქტორიც გავითვალისწინოთ. რონალდო თამაშობს საუდის არაბეთში. ყველაზე ჩვენ ვხედავთ ნავთობისა და ენერგეტიკის სიმბოლოებს, გასაღების გადაცემა ნიშნავს ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლებას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ასევე ფოტოს ცენტრში მოცემულია მუშტი და ხელბორკილები. ვის კეტავენ? ვის აპატიმრებენ? ცენტრში ტორტის თავზე სწორედ ლურჯ ხელს, რომელსაც უკეთია ბორკილი, მაგრამ ის მაინც შეკრულია მუშტად. ეს არის გასაღების საპირისპირო მხარე. თუ ერთ მხარეს ელიტას აქვს გასაღები და მეორე მხარეს ხალხს ადებენ ბორკილს. ეს სიმბოლო მიანიშნებს კონტროლირებად რევოლუციაზე. 2026 წელს მოსალოდნელია დიდი სამოქალაქო არეულობები, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს მუშტი, რომელიც სისტემის ცენტრშია დახატული, გვეუბნება, რომ პროტესტიც კი მათ სცენარში წერია. ბორკილი გაწყვეტილი არ არის, ის ჯერ კიდევ ხელზეა. შესაბამისად, ბურთი დედამიწა მოედანზეა, მოთამაშემ ელიტამ ფეხი მოიქნია. ოქროს გასაღები, რომელიც კარებს აღებს, უკვე გადაეცა მათ, ვინც მასების გონებას მართავს, სპორტისა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს. ჩვენ ვუყურებთ არა თავისუფალ სამყაროს, არამედ გლობალურ სტადიონს, სადაც კარი გარედან იკეტება. ახლა კი თქვენი ყურადღება მინდა გადავიტანო ილუსტრაციის ეპიცენტრზე. იქ სადაც წესით ზეიმი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში განგაში ზარები რეკავს. სურათის შუაგულში დგას სადღესასწაულო ტორტი, რომელზეც ციფრი 250 არის გამოსახული. ეს ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების 250 წლის იუბილეა. თარიღი, რომელიც 2026 წელს უწევს. ერთი შეხედვით ეს დაბადების დღეა, მაგრამ დააგვირდით დეკორაციას. ტორტი არ არის მორთული ყვავილებით ან თკბილეულით. ის ალყაშია მოქცეული. მის გარშემო კი თითქოს რიტუალურ ცეკვას ასრულებენო განლაგებულია ტანკები, ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო დრონები. ეს არ გავს იუბილეს, ეს უფრო გავს იმპერიის დაცემის ან ტრანსფორმაციის ბოლო აქტს. სადაც ძველი ჰეგემონია ემშვიდებობა მსოფლიო ბატონობას. განსაკუთრებით საინტერესოა ფერების თამაში ამ ქაოსურ წრეში. ჩვენ ვხედავთ წითელ ტანკებს და წითელ დრონებს, რაც პირდაპირ მინიშნებაა აღმოსავლეთის, კერძოდ კი ჩინეთის დომინაციაზე. ისინი პირდაპირ უყურებენ დასავლურ სიმბოლოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელი არ იქნება მშვიდობიანი შეთანხმებების წელი. ეს იქნება წელი, როდესაც ცივი ომი საბოლოოდ გადავა ცხელ ხურვალე ფაზაში, ან სულ მცირე ტექნოლოგიურ დაპირისპირებაში. ტორტი, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ახლა ომის მანქანების სამიზნეა. იქვე ქაოსში ჩაკარგული საარჩევნო ყუთები მიგვანიშნებს, რომ დემოკრატიული არჩევანი მხოლოდ ილუზია ამ სამხედრო მარშის ფონზე. კიდევ უფრო მაღლა თუ ავიხედავთ, დავინახავთ, რომ ეს წვეულება მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. კოსმოსური თანამგზავრები და დრონები, რომლების ტორტს თავზე დახურებენ, ქმნიან ერთგვარ ელექტრონულ გუმბათს. ეს გვეუბნება, რომ 2026 წლისთვის ომი აღარ იქნება მხოლოდ მიწაზე. ბრძოლა აუცილებლად გადაინაცვლებს ორბიტაზე და კიბერსივრცეში. ელიტა ამ ილუსტრაციით გვაფრთხილებს. ამერიკული ოცნების 250 წლიანი ციკლი იხურება. ის, რაც 1776 წელს დაიწყო, როგორც თავისუფლების ექსპერიმენტი. 2026 წელს სრულდება ტოტალური კონტროლისა და სამხედრო დიქტატის დამყარებით. ეს ტორტი სინამდვილეში შესაწირია ახალი მსოფლიო წესრიგის საკურთხეველზე და არასდროს უმნიშვნელო დატვირთვას არ ატარებს მათი მცირედი სიმბოლოც კი. თუ თვალს მოწყვეტ სამხედრო ტექნიკას და ილუსტრაციის ქვედა ნაწილს დავაკვირდებით, დავინახავთ კიდევ უფრო შემზარავ სურათს, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დატყვევებას ეხება. აქ ერთმანეთშია გადახლართული შპრიცები, აბები, ვირტუალური რეალობის სათვალეები და ვიდეო თამაშების ჯოისტიკები. ეს არ არის შემთხვევითი კოლაჟი. ეს არის ზუსტი ასახვა იმისა,
რასაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებს. მათი ოფიციალური განცხადებით, ეს რევოლუცია გულისხმობს ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური სამყაროების შერწყმას და სწორედ ამას ვხედავთ ჟურნალის ხდაზეც. ყურადღება მიაქციეთ ჯოისტიკს, რომელიც ცენტრთან ახლოს არის განთავსებული. ერთი შეხედვით ეს გართობის სიმბოლოა, მაგრამ რეალურად ის ომის გეიმიფიკაციას აღნიშნავს, ანუ თამაშის სპეციფიკას. დღეს სამხედრო დრონების ოპერატორები ათასობით კილომეტრიდან ზუსტად ასეთი პულტებით მართავენ სასიკვდილო იარაღს, ისე რომ ომი მათთვის ვიდეო თამაშად იქცა. სურათზე ჯოისტიკი პირდაპირ კავშირშია სამხედრო ტექნიკასთან და ასევე ადამიანის ტვინთან, რაც გვეუბნება, რომ 2026 წლისთვის ზღვარი რეალურ სისხლის ღვრასა და ციფრული სიმულაციას შორის საბოლოოდ წაიშლება. ამას ემატება ვირტუალური რეალობის სათვალეები, რაც მასების რეალობიდან გაქცევის სიმბოლოა. სანამ მსოფლიო იწვის, ეკონომიკა ინგრევა, ადამიანებს თავაზობენ მეტავერსს, ციფრულ თავშესაფარს, რათა მათ ვერ დაინახონ ის რკინის გისოსები, რომლებსაც მათ გარშემო აგებენ. კიდევ უფრო საგანგაშოა სამედიცინო სიმბოლიკა. შპრიცები და აბები მიმართულია არა ვირუსებისკენ, არამედ პირდაპირ ადამიანების ფიგურებისკენ. ტექსტში ნახსენებია წონის კლების წამლები და ახალი თაობის მედიკამენტები, მაგრამ კონსპიროლოგიურ ჭრილში ეს ბევრად მეც ნიშნავს, თუ ამ კუთხით შევხედავთ. ეს არის პირდაპირი მინიშნება ადამიანის სხეულის მუდმივ მოდიფიკაციაზე. ჩვენ ვხედავთ რობოტულ ხელს, რომელიც ადამიანის ხელს ეხება, ან ენაცვლება. ეს არის ტრანსჰუმანიზმის ვიზუალიზაცია, რომელიც თქვენ წინა სერიებიდან ისედაც ძალიან კარგად იცით. ელიტა ღიად აცხადეს, რომ მომავლის ადამიანი უნდა იყოს გაუმჯობესებული ტექნოლოგიურად, არა გონებრივად. იქნება ეს ჩიპების იმპლანტაცია თუ გენეტიკური რედაქტირება. 2026 წლის ყდა გვაფრთხილებს, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია და ტექნოლოგიური გიგანტები ერთიანდებიან, რათა კონკრეტ კონტროლი თვითონ დაამყარონ, არა მხოლოდ ჩვენს გადაადგილებაზე ან კონკრეტულ ფინანსურ საკითხებზე, არამედ ჩვენს ბიოლოგიურ პროცესებზეც. სურათზე ნაჩვენების სითხეები და მექანიზმები მიანიშნებს, რომ ადამიანის სხეული ხდება ახალი პლატფორმა, ოპერაციული სისტემა, რომლის განახლებაც გარედან მოხდება ჩვენი ნების გარეშე. ახლა ყურადღება გადავიტანოთ ილუსტრაციის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სეგმენტებზე, სადაც ნათლად ჩანს დასავლური ცივილიზაციის ჩასვენების და ახალი აღმოსავლური ჰეგემონიის აღზევების პროცესი. სურათის მარცხენა მხარეს თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მნიშვნელოვანი დატვირთვით გამოჩენილია თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანი, თუმცა ის გზას არ ანათებს. ის ჩაკარგულია სამხედრო ტექნიკისა და წითელი დროშების ფონზე. ეს ვიზუალური მეტაფორა პირდაპირ ეხმიანება ამერიკელი ანალიტიკოსების გაფრთხილებებს თუ უდიდესი ხაფანგის შესახებ. როდესაც მოქმედი ჰეგემონი და აღმავალი ძალა ამ შემთხვევაში ჩინეთი გარდაუვალი კონფლიქტის წინაშე დგას. სურათზე დომინირებული წითელი ფერი და აღმოსავლური დიზაინის დრონები მიანიშნებს, რომ 2026 წელი და შემდგომი 2 წელიც შეერთებულ შტატებს მოუწევს შეგუს რეალობას, სადაც ის აღარ არის ერთპიროვნული ლიდერი, არამედ ალყა შემორტყმული ციხესიმაგრეა. ამას ამყარებს ცენტრში გამოსახული ხელბორკილებიანის ლურჯი ხელიც, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკული მართლმსაჯულება და პოლიტიკური სისტემა შიგნიდან არის ასევე შებოჭილი და პარალიზებული, რაც სავარაუდოდ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და სამოქალაქო დაპირისპირებას უკავშირდება კიდევაც. ალბათ ფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩაიდინონ ამ ადამიანებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ გქონდათ ამისთვის ქრონოლოგიური რაკურსი დასაწყისში, როცა მოგახსენეთ სწორედ ამ ეკონომისტის ქრონოლოგიის თაობაზე და ყველა ერთი სიზუსტი დახტა კიდევაც. ეს ყველაფერი ეხება გლობალურ ეკონომიკურ გადატვირთვას, ელექტრომობილების დამტენის სადგურისა და ნავთობის სიმბოლოების დაპირისპირებასაც. ჩვენ ილუსტრაციაზე ვხედავთ ელექტროშტეცელებს, რომელიც გველის მსგავსად არის გადახლართული სხვა ობიექტებზე. ეს პირდაპირ კავშირშია გაეროს დღის წესრიგთან, გაეროს დღის წესრიგი 2030-თან და ნულოვანი
გამონაბოლქვის პოლიტიკასთან. ოფიციალურად ეს გარემოს დაცვაა, მაგრამ ამ სურათის კონტექსტში ეს არის ენერგეტიკული დიქტატურა. როდესაც სახელმწიფო აკონტროლებს ჩამრთველს, ის აკონტროლებს თქვენს გადაადგილებას. იქვე გამოსახული სატვირთო კონტეინერები და გემები მიანიშნებს მოწოდების ჯაჭვების მიზანმიმართულ რღვევაზე. როგორც პანდემიის დროს ვიხილეთ, ლოჯისტიკური კრიზისის საუკეთესო იარაღია ხელოვნური დეფიციტისა და ინფლაციის გამოსაწვევად. 2026 წლისთვის ეს პროცესი სავარაუდოდ პიკს მიაღწევს, რათა მოსახლეობა დამოკიდებული გახდეს ცენტრალიზებულ გადანაწილებაზე. და ბოლოს, სურათის ყველაზე ცინიკური და ამავდროულად ყველაზე გულწრფელი ნაწილი, რომელიც მთელ ამ კომპოზიციას კრავს, არის მარჯვენა კუთხეში გამოსახული ფეხბურთელი და დედამიწის ფორმის ბურთი. ჟურნალის ყდაზე დატანილი წარწერა political football, პოლიტიკური ფეხბურთი არ არის ეს მეტაფორა. ეს არის აღიარება, ცინიკური აღიარება. ფეხბურთელი, რომელიც მთელი ძალისხმევით ურტყავს პლანეტას წიხლს. სიმბოლოა იმისა, რომ გლობალური მოთამაშეები მზად არიან იმისათვის, რომ გარისკონ ყველაფრით მათთვის ომი, შიმშილი და პანდემია მხოლოდ გოლის გატანის საშუალებაა. ბურთის ტრაექტორია კი მიმართულია ცენტრალური ქაოსისკენ, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში ნებისმიერი ლოკალური კონფლიქტი ხისიერად გადაიზრდება გლობალურ კრიზისში. ეს ფიგურა გვეუბნება, თამაში დაიწყო. წესები გაუქმებულია და ერთადერთი რაც მოედანზე ზარალდება, თავად მოედანია. ანუ ჩვენი პლანეტა, რომელიც როგორც ბურთი ისეა გამოსახული ამ ესე ვთქვათ ნახატში. ენერგეტიკა, პოლიტიკა, მიგრაცია ერთმანეთისგან იზოლირებული აღარ არის. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წითელი სადენი, რომელიც ელექტრომობილის დამტენს გავს. თუ დააკვირდებით, ის უბრალოდ კი არ უერთდება მანქანას, არამედ გველივით არის შემოხვეული მთელ კომპოზიციაზე და ამას ფოტოსოცა დაათვალიერებთ თუნდაც ინტერნეტში, რომ დაგუგლოთ, მიხვდებით კიდევაც. ეს ენერგეტიკული გველი გადის ქარხნებს, ტანკებს, ქალაქებს შორის და სიმბოლო პირდაპირ მიანიშნებს ეგრეთ წოდებულ მწვანე დღის წესრიგს, რეალურ სახეს. ელიტა გვეუბნება, რომ ენერგეტიკა ხდება ახალი ბორკირი. კაბელი, რომელიც თითქოს ეკოლოგიაზე მსახურება, რეალურად ქმნის ქსელს, რომელშიც ყველა ინდუსტრია ებმებმა. თუ გამორთავ ენერგიას ჩერდება არა მხოლოდ მანქანა, არამედ სამხედრო ტექნიკაც და ეკონომიკაც. ეს წითელი ხაზი არის ცენტრალიზებული კონტროლის არტერია. ვინც აკონტროლებს ჩამრთველს, ის აკონტროლებს ერების სუვერენიტეტს. 2026 წლისთვის ეს ენერგეტიკული მარკუჟი საბოლოოდ შეიკურება. კიდევ ერთი საინტერესო და ტრაგიკული გადაკვეთა ჩანს ილუსტრაციის ქვედა მარცხენა კუთხეში. იქ სადაც ტანკებისა და სამხედრო ჩექმების ქვეშ თითქმის შეუმჩნევლად დევს საარჩევნო ყუთი. მისი ზომა და მდებარეობა შემთხვევითი არ არის. ის პატარაა, უმწეო და სამხედრო ძალის ჩრდილშია მოქცეული. ეს არის დემოკრატიის დასასრულის ვიზუალიზაცია. როდესაც მსოფლიო ემზადება დიდი ომისთვის, რაზეც ტანკები მიუთითებენ, არჩევნები იქცევა ფორმალობად. ყუთი იგდებს, მაგრამ მას არავინ იცავს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის პოლიტიკური პროცესები წარიმართება არა ხალხის ნებით, არამედ ძალის პოზიციიდან. საარჩევნო ბიულეტენი ვეღარ შეაჩერებს ტანკს. ეს არის გაფრთხილება, რომ სამოქალაქო ინსტიტუტები სამხედრო დიქტატურის წინაშე კაპიტულაციას ახდენენ. ზედა მარჯვენა კუთხეში ვხედავ ძველებურ იალქნიან ხომალდს, რომელიც წააგავს ანტიკურ ბერძნულ ან ვიკინგების ნავს. ის უცნაურად გამოიყურება კოსმოსური თანამგზავრებისა და დრონების ფონზე, რომელიც მის თავზე არიან დახატულები. ეს კონტრასტი მიანიშნებს ძველი ევროპისა და ტრადიციული სამყაროს მცდელობაზე გადაურჩეს ტექნოლოგიურ ცუნამს. ხომალდი ასევე მიგრაციის სიმბოლოა. ის დაცურავს ქაოსის ზღვაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მასობრივი მიგრაცია და ხალხთა გადაადგილება 2026 წელს, 2027 და 28 წლებში მთავარ გამოწვევად დარჩება. თუმცა
ამ ხომალდს ზემოდან დაყურებს სათვალთვალო კამერა და დრონი. ეს ნიშნავს, რომ გადაადგილების თავისუფლება წარსულს ჩაბარდა, სადაც არ უნდა წახვიდეთ ძველი ხომალდით თუ ახალი ტექნოლოგიით, თვალით საში ყველგან გხედავთ და ბოლოს დააკვირდით ფიგურებს მამაკაცებს კოსტიუმებში, რომლებიც ილუსტრაციის სხვადასხვა ნაწილში არიან მიმოფანტულნი. ისინი არ უყურებენ ერთმანეთს, არც ცენტრალურ ტორტს, არც ომს, ისინი უბრალოდ იყურებიან ტელეფონში, ან ზურგით დგანან და ესენი არიან ტექნოკრატი მენეჯერები, ბიუროკრატები, რომლებიც მართავენ ამ ქაოსს, მაგრამ მოკლებულნი არიან ემპათიას. მათი უემოციო სახეები და გაჯეტებზე მიჯაჭვულობა მიანიშნებს ელიტის სრულ გაუცხოებაზე. მათთვის სამყაროს ნგრევა მხოლოდ სტატისტიკაა. ეკრანზე ისინი იქ არიან, მაგრამ სულიერად არ მონაწილეობენ. ეს არის ბანალური ბოროტების სახე და ადამიანები, რომლებიც ხელს აწერენ განაჩენს, ისე რომ თვალს არც კი აშორებენ smartphones და არ აინტერესებს ხელის მოწერა, რაზე შეიძლება ხდებოდეს ამ შემთხვევაში. უბრალოდ შემსრულებლები არიან. ეხლა მთელი ყურადღება გადავიტანოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე პაიკებივით არიან განლაგებულნი. ილუსტრაციაში პოლიტიკოსების სახეები ისეთივე სქემატური და სიმბოლურია, როგორც დანარჩენი ტექნიკა, რაც ხაზს უსვამს მათ როლს. ისინი სისტემის შემსრულებლები არიან და არა შემოქმედები. ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომელიც თითქოს ქაოსის ცენტრში დგას, არის მამაკაცი მუქ კოსტიუმსა და მკვეთრ წითელ ჰალსტუხში. ეს უდაოდ დონალდ ტრამპის არქეტიპია. მისი მდგომარეობა ილუსტრაციაზე არის ორაზროვანი. ის არ ზის ტახტზე, ის დგას არეულობაში, გარშემორტყმული არის ვირტუალური რეალობის სათვალებითა და ჯოისტიკებით. 2026 წლის კონტექსტში, როდესაც ამერიკა 250 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს ფიგურა გვევლინება არა როგორც მშვიდობის მყოფელი, არამედ როგორც სისტემური დივერსანტი. ელიტა ამით გვეუბნება, რომ ტრამპის ფაქტორი იქნება ის, პრეზიდენტი თუ ოპოზიციონერი თუ ასე შემდგომ არ აქვს მნიშვნელობა, გამოყენებული იქნება ამერიკის საბოლოო პოლარიზაციისთვის. მისი წითელი ჰალსტუხი არის განგაშის ფერი. ის არის კატალიზატორი იმ შიდა აფეთქებისა, რომელიც აუცილებელია ძველი ამერიკული წესრიგის დასანერგად. მის გვერდით დახატული კითხვის ნიშნები კი არის გაურკვევლობა, რომ მისი ყოველი ნაბიჯი იქნება არაპროგნოზირებადი, რაც ბაზრებისა და საზოგადოების მუდმივ წნეხსა და სტრესში ყოფნას უზრუნველყოფს. ილუსტრაციის ზედა მარჯვენა ნაწილში ძველ გემთან ახლოს დგას მამაკაცი, სამხედრო სტილის, მწვანე მაისურში, რომელიც დურბინით იყურება. ეს ვოლოდიმირ ზელენსკი ან ზოგადად მეომარი ლიდერის სახეა. მისი პოზიცია ტრაგიკულია. ის იყურება შორს ჰორიზონტზე, მაგრამ მის გვერდით მხოლოდ ძველი იალქნიანი გემია, ანუ დაუძლურებული ევროპა. 2026 წლისთვის ეს ნიშნავს, რომ ომი ევროპის კონტინენტზე გადაიქცევა გაუთავებელ დამღლელ პროცესად. ის დურბინში ეძებს დახმარებას, რომელიც შეიძლება აღარ მოვიდეს, რადგან ყველა სხვა მოთამაშე, შეერთებული შტატები, ჩინეთი საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. მისი ყოფნა ილუსტრაციაზე ადასტურებს, რომ სამხედრო მდგომარეობა ხდება მუდმივი სტატუს კვო და არა დროებითი მოვლენა. ასევე მინდა გავაგრძელო საუბარი იმაზე, რომ სურათის ქვედა ნაწილში ვხედავთ ორ მამაკაცს კოსტიუმებში, რომლებიც ერთმანეთს კი არ უყურებენ, არამედ ზურგშექცევით დგანან ან სრულიად სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან. ესენი არიან ბაიდენისა და სი ძინპინის ან ზოგადად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიდერების ერთგვარი კრებითი სახეები. მათი განლაგება ამ ყდაზე ნიშნავს დიდ გათიშვას. დიპლომატია დასრულებულია. 2026 წელს დიალოგი არ არსებობს უკრავოდ და ამას ახლაც კი ატყობთ უკვე ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების დონეზე. არსებობს მხოლოდ ორი იზოლირებული სამყარო, რომლებიც ერთმანეთთან კავშირს წყვეტენ, ისე რომ ისინი სურათის ქვევით ფუნდამენტში არიან მოქცეულნი. ეს მიანიშნებს, რომ სწორედ მათი კონფლიქტია ის საფუძველი, რომელზეც შენდება ზოგადად მთელი ეს გამოსახული ქაოსი. ასევე საინტერესოა ქალის ფიგურა, რომელიც ზოგიერთ ვერსიაში ჩანს პოლიტიკოსებს შორის. ხშირად ასოცირდება კამალა ჰარისთან ან ჯორჯია მელონისთან, მაგრამ მისი ყოფნა ამ მამაკაცების ომში სიმბოლურია. ის დგას განცალკევებით, რაც მიანიშნებს ახალი ტიპის, უფრო მკაცრი,
ტექნოკრატიული ქალი ლიდერების აღზევებაზე, რომლებიც მზად არიან შეასრულონ ის ბინძური სამუშაო, სოციალური რეიტინგების დანერგვა, ციფრული კონტროლი, რასაც ძველი თაობის პოლიტიკოსები ვერ ბედავდნენ. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ვინ არის დახატული, არამედ ის თუ ვინ არ არის ამ ყდაზე ზოგადად გამოსახული. ილუსტრაციაზე სავსეა უსახური, მუქსათვალიანი მენეჯერებითა და აგენტები. ისინი დგანან პოლიტიკოსებს ზურგს უკან, მართავენ ჯოისტიკებს და აკვირდებიან პროცესს. ეს არის ფაქტიურად ჩათვალეთ დაფარული სახელმწიფო, მმართველობა, პოლიტიკოსები. ტრამპი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ მსახიობები არიან სცენაზე, რათა ჩვენი ყურადღება მიიქციოთ. მაშინ როცა რეალურ გადაწყვეტილებებს იღებენ ეს უსახური ფიგურები, რომლებსაც ხელში უჭირავთ არა მიკროფონები, არამედ ხელოვნური ინტელექტის მართვის პულტები. გადავიდეთ ილუსტრაციის ყველაზე ინტიმურ და საგანგაშო ნაწილზე, რომელიც ეხება არა რაიმე კონკრეტულ, ესე ვთქვათ, ტერიტორიების საკითხს, არამედ ჩვენი სხეულების ოკუპაციას. ჟურნალის ყდაზე ტანკებისა და რაკეტების გვერდით საგანგაშოდ დიდი დოზით არის გამოსახული შპრიცები, აბები, სამედიცინო კაფსულები. ტექსტში პირდაპირ არის გამოტანილი ფრაზა „წონაში კლების წამლები“. შემდეგი თაობა. ერთი შეხედვით ეს უბრალო სამედიცინო პროგნოზია, მაგრამ თუ შევხედავთ მას დაკვირვებული თვალით, გლობალური მართვის ჭრილში ეს არის ბიოლოგიური ტროას ცხენი. ელიტას შესანიშნავად ხვდება, რომ ადამიანების იძულება ძნელია, მაგრამ მათი ცდუნება ყველაზე მარტივია. სილამაზისა და სიგამხდრის დაპირება არის საუკეთესო სატყუარა, რათა მოსახლეობას საკუთარი ნებით დაჯდეს სამუდამო ნემსზე. ეს წამლები არ არის განკურნებისთვის, ეს არის დამოკიდებულებისთვის და ფრთხილად იყავით. თუ შენ წვეთ მიღებას სისტემა იშლება. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლიდან ადამიანის ჯანმრთელობა ხდება სააბონენტო სერვისი. შენ აღარ ხარ შენი სხეულის ბატონ პატრონი. შენ ხარ ფარმაცევტული გიგანტების მოიჯარე. განსაკუთრებით შემზარავია შპრიცების მიმართულება. ისინი დახატულია არა როგორც დამხმარე ინსტრუმენტები, არამედ როგორც იარაღი, რომელიც დამიზნებულია ადამიანის ფიგურებზე. ეს ვიზუალი პირდაპირ ეხმიანება mRNA-ის ტექნოლოგიების შემდგომ განვითარებას. ფრაზა შემდეგი თაობა აქ არ იგულისხმებიან ბავშვები. ის გულისხმობს ადამიანის ახალ მოდიფიცირებულ ვერსიას. შპრიცებში მოთავსებული სითხე არის გენეტიკური რედაქტორი. პანდემია იყო მხოლოდ ტესტი, მოსამზადებელი ეტაპი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად მორჩილად მიიღებდა მსოფლიოს სხეულში უცხო აგენტის შემოშვებას. 2026 წელს ეს პროცესი ხდება ყოველდღიური რუტინა. ჩვენ ვხედავთ რობოტულ ხელს, რომელიც ამ სამედიცინო ქაოსშია ჩართული, რაც მიანიშნებს ხელოვნური ინტელექტისა და ბიოლოგიის შერწყმაზე. მედიცინა აღარ ემსახურება ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებას. მისი მიზანია ბუნებრივი კოდის ჩანაცვლება. ხელოვნურით, რათა ადამიანი თავსებადი გახდეს იმ ციფრო მატრიცასთან, რომელსაც ილუსტრაციის ზედა ნაწილში ვხედავთ. ილუსტრაციაზე გაფანტული აბები და კაფსულები ასევე მიანიშნებს ფსიქიკურ კონტროლზე, ტოტალური ქაოსის, ომების და გაურკვევლობის ფონზე, რაც ცენტრალური ნაწილშია გამოსახული. ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს სტრესს. ელიტა გვთავაზობს გამოსავალს, არა პრობლემის მოგვარებაში, არამედ ქიმიურ გათიშვაში და ეს არის ბედნიერების აბები. სომა, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგში ადამიანებს აქცევს მორჩილ, ემოციებისგან დაცლილ ბიორობოტებად. ნაჩვენებია ასევე, რომ სამედიცინო ატრიბუტები მჭიდროდ არის გადახლართული ტექნოლოგიებთან და პოლიტიკასთან. ეს ნიშნავს, რომ ბიოუსაფრთხოება ხდება პოლიტიკური იარაღი. შენი იმუნური სტატუსი განსაზღვრავს შენს სოციალურ რეიტინგს. 2026 წლის ეკონომისტის ეს ყდა გვაფრთხილებს, რომ ომი არ მიმდინარეობს მხოლოდ სადღაც სანგრებში. ფრონტის ხაზი ახლა ჩვენს ვენებსა და დნმ-ზეც გადის. ახლა კი მივადექით ილუსტრაციის იმ ნაწილს, რომელიც ხსნის თუ როგორ აპირებს ელიტა ამ მასშტაბური ქაოსის მართვას ისე, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს. პასუხი სურათი შუაგულშია. ვიდეო თამაშების და ვირტუალური რეალობის სათვალების საშუალებით.
ეს არ არის ტექნოლოგიური პროგრესის ზემი, ეს არის ახალი ციფრული ოპიუმი და ამას ქვია რეალობის ჩანაცვლება. როდესაც ფიზიკური სამყარო აუტანელი ხდება, როცა ეკონომიკა ინგრევა და ქალაქები იბომბება, რასაც ილუსტრაციის ფონი გვიჩვენებს, სისტემა გვთავაზობს ალტერნატივას, გაქცევას ვირტუალურ სამყაროში. თვითონ ჯოისტიკი აქ სიმბოლო არა გართობის, არამედ დისტანციური მართვის. 2026 წლისთვის ცხოვრება საბოლოოდ დაგეიმდება, სოციალური ქულები, ციფრული ვალუტა, ომი დრონებით, ყველაფერი ეცხდება ერთი დიდი ვიდეო თამაში რეალობაში, სადაც ადამიანი კარგავს რეალობის შეგრძნებას. ჯარისკაცი, რომელიც ეკრანთან ზის და ჯოისტიკით კლავს და თინეიჯერი, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ერთნაირად მოწყვეტილნი არიან სინამდვილეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ჯოისტიკის მდებარეობა. ის პირდაპირ კავშირშია სამხედრო ტექნიკასთან და რობოტულ ხელებთან. ეს მიანიშნებს, რომ ომი ხდება სტერილური, მკვლელობა ხდება ღილაკზე თითის დაჭერით, მაგრამ უფრო ღრმა დონეზე. ეს არის ადამიანის ცნობიერების დატყვევების სქემა. ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომლებიც სურათზე რამდენიმე ფიგურას უკეთია, ან მათ სიახლოვეს არის, ეს არის ციფრული თვალახმება. სანამ თქვენ მეტავერსში აშენებთ ვირტუალურ სახლს, რეალურ სამყაროში ელიტა თქვენს ნამდვილ სახლსა და რესურსებს ეპატრონება. ეს არის გენიალური ქურდობა. მათ არ სჭირდებათ თქვენი ძალით დამორჩილება, მათ უბრალოდ უნდათ, რომ მოგცენ უფრო უკეთესი, ფერადი, ციფრული სიზმარი, რომლიდანაც გამოგვიძება, უბრალოდ არ მოგინდებათ. 2026 წლის ყდა გვეუბნება. თქვენ ვერ დაინახავთ ნგრევას, მაგრამ თქვენი თვალები ეკრანზე იქნება მიჯაჭვული. ხელოვნური ინტელექტი, AI-ის ელემენტებით, რობოტული ხელები და სქემატური კავშირები მიუთითებს იმაზე, რომ ამ მატრიცას აღარ მართავენ მხოლოდ ადამიანები. რობოტული ხელი, რომელიც ერევა ადამიანურ სხვადასხვა კონტექსტის პროცესებში იქნება ეს მედიცინა თუ წარმოება, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ალგორითმებს გადაეცათ. სურათზე მყოფი მენეჯერები მხოლოდ აკვირდებიან პროცესს. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც სიმართლე არის ის, რასაც ალგორითმი გვიჩვენებს. ადამიანის ცნობიერება ებმება ციფრულ ქსელს და როგორც კი ეს მოხდება, ფიზიკური წინააღმდეგობა აზრს კარგავს. თუ თქვენი გონება სერვერზეა, სხეული ციხეშიც რომ იყოს, თქვენ ამას ვერ იგრძნობთ. ეს არის საბოლოო მიზანი, რომ კაცობრიობა, რომელიც ბედნიერია საკუთარ მონობაში, რადგან მონობა შეფუთულია როგორც დაუსრულებელი, ფერადი და ზღაპრული ვიდეო თამაში. მოდით ცოტა მაღლა ავწიოთ ახლა ჩვენი თვალთახედვა და შევხედოთ ილუსტრაციის ჭერს, სადაც კოსმოსური თანამგზავრები, დრონები და ორბიტალური სადგურები ქმნიან ერთგვაროვან შეკრულ რკალს დედამიწის გარშემო. ეს არ არის უბრალო კომუნიკაციის საშუალებები, ეს არის გუმბათი, რომელიც საბოლოოდ ხურავს პლანეტას. 2026 წლისთვის კოსმოსი წვეთს. ყოფნას კვლევის საგანი იყოს თუ არა და ხდება უფრო მკაცრი რეჟიმის ზონა. სურათზე ეს აპარატები ისეა განლაგებული, თითქოს ისინი დარაჯობენ პერიმეტრს, რათა დედამიწიდან არაფერი გავიდეს. შეუმჩნევლად. ეს ვიზუალიზაცია პირდაპირ ილონ მასკის სტარლინკის ტიპის პროექტებს ეხმიანება, თუმცა აქ საუბარი არა ინტერნეტზე, არამედ ტოტალურ ბადეზეა, რომელიც პლანეტის თითოეულ სანტიმეტრს აკონტროლებს. თუ ქვემოთ ტანკები დადიან, ზემოდან მათ ყოვლის მხედველი თვალი მართავს. ეს ნიშნავს, რომ სუვერენული ცა აღარ არსებობს. ვისაც აქვს თანამგზავრები, მას აქვს ღმერთის პერსპექტივა და ძალაუფლება. კოსმოსური ელემენტების ასეთი სიმრავლე 2026 წლის ყდაზე პირდაპირ მიანიშნებს არტემისის მისიის საკვანძო მნიშვნელობაზე. ოფიციალურად ეს არის ადამიანის მთვარეზე დაბრუნება, მაგრამ ჩვენი სერიის კონტექსტში ეს არის იჯარის ხელშეკრულების განახლება. ილუსტრაციაში კოსმოსური ხომალდები მიმართული არიან ზევით. თითქოს ისინი ტოვებენ ამ ქაოსს და მიდიან ზედამხედველებთან, ანგარიშის ჩასაბარებლად. ეს ადასტურებს თეორიას, იმასთან დაკავშირებით, რომ მთვარე არ არის უბრალო თანამგზავრი.
რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი საკონტროლო პუნქტია და თქვენ ამის გაგება და გარკვევა ბოლო სერიიდან შეგიძლიათ, ანუ ამის წინა სერიიდან. 2026 წელს დედამიწასა და მთვარის ბაზებს შორის კავშირი გადადის ახალ ეტაპზე. ეს უკვე აღარ არის ეპიზოდური ფრენები, ეს არის მუდმივი სატრანსპორტო დერეფნის გახსნა, სადაც სავარაუდოდ რესურსების, როგორიცაა ჰელიუმ-3 და ბიოლოგიური მასალის გაცვლა მოხდება. ეს კოსმოსური გუმბათი ლოგიკურად კრავს გლობალური სტადიონის მეტაფორას. თუ დედამიწა ფეხბურთის მოედანია, ეს თანამგზავრები არიან პროჟექტორები და კამერები, რომლებიც თამაშს გადასცემენ. სტადიონი ჩაკეტილია მაყურებლები ზედამხედველების ხედან ტრიბუნებზე და კოსმოსში ამ მთვარეზე და უყურებენ გლადიატორების ბრძოლას, რომელსაც ელიტა დედამიწაზე მართავს. არავის აქვს უფლება დატოვოს მოედანი თამაშის დასრულებამდე. ეს თანამგზავრები უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი ვინც სისტემიდან გაქცევა შეეცდება, მყისიერად იქნას დაფიქსირებული კიდევაც. 2026 წელი არის თარიღი, როდესაც ციხის კარი საბოლოოდ იკეტება და გასაღები ორბიტაზე რჩება. მას რას უნდა ველოდოთ სხვა გზას, სხვა ასე ვთქვათ დამხმარე ძალას, რა თქმა უნდა ის აუცილებლად იქნება. თავარია სანამდე გარისკავენ ჩვენი ელიტის წარმომადგენლები. ეხლა ილუსტრაციიდან იმ მიკროდეტალებში გადავინაცვლოთ, რომლებიც ერთი შეხედვით საერთო ხმაურში იკარგება, მაგრამ სინამდვილეში ელიტის ყველაზე ცინიკურ გეგმებს ამჟღავნებს. ეს არის ის წვრილმანები, რომლებზეც სადაც ეშმაკი არის დამალული და მოკლედ ჩაძირული კონტეინერი მზიდი და წითელი ტვინი. დააკვირდით ილუსტრაციის მარცხენა მხარეს. იქ მოჩანს უზარმაზარი სატვირთო გემი, რომელიც დატვირთულია კონტეინერებით, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო გზა. გემი დახატულია ისე თითქოს ის იძირება, ან დიდი ტალღის დარტყმის ქვეშაა მოქცეული. კონტეინერების ფერი მკვეთრად წითელი და ლურჯია, რაც კვლავ ორპოლუსიან სამყაროს დასავლეთი და აღმოსავლეთს აღნიშნავს. ეს ჩვენ გვაუწყებს ეკონომიკურ ბლოკადაზე. 2026 წელს მიწოდების ჯაჭვი იქნება არა ვაჭრობის, არამედ შანტაჟის იარაღი. თუ შენ არ დაემორჩილები სისტემას, შენი გემი ჩაიძირება, ანუ შეგიწყდება საკვებისა და ტექნოლოგიების მიწოდება. ეს არის მესიჯი. აქვე გემსა და ტორტს შორის მოჩანს უცნაური წითელი ფერის ობიექტი, რომელიც ძალიან გავს ადამიანის ტვინს ან ეგრეთ წოდებულ ღრუბელს. ის შეერთებულია სადენებით. ეს არის ნეიროომის სიმბოლო. ელიტა ამით გვეუბნება, რომ ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვის, არამედ პირდაპირ ადამიანის გონებისთვის. ეს წითელი ტვინი მიანიშნებს იდეოლოგიურ დამუშავებაზე, პროპაგანდასა და ფსიქოტრონულ ზემოქმედებაზე. 2026 წელს ადამიანების აზროვნება გახდება უფრო კოლექტიური, ღრუბლოვანი სისტემის ნაწილი, სადაც ინდივიდუალური აზრი წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ვირუსადაც კი ჩაითვალოს. და ამის გარკვეულ მოცემულობებს ჩვენ ისედაც ვხედავთ. გადაჯვარედინებული ხმლები, დიპლომატიის სიკვდილი. ილუსტრაციის ცენტრთან ძალიან ახლოს ტრამპის ფიგურისა და ტორტს ქვემოთ გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ხმალი. თანამედროვე ტექნოლოგიურ ნახატზე, სადაც დრონები და რაკეტებია, არქაული ხმლების გამოჩენა ძალიან სიმბოლურია. ეს ნიშნავს რაინდული ეპოქის დასასრულს და ტოტალურ დიქტატურას. გადაჯვარედინებული ხმლები რუკებზე ყოველთვის ბრძოლის ველს აღნიშნავდა. მათი განლაგება ცენტრში ნიშნავს, რომ 2026 წელს დიპლომატიური მაგიდები აყირავდება. მოლაპარაკებების დრო დასრულდა. ხმლები მიანიშნებს, რომ კონფლიქტი იქნება პირადული, სასტიკი, შეურიგებელი. ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი. ეს უკვე ღია დაპირისპირება განადგურებამდე. მიკროსკოპი და ლაბორატორიული დედამიწა. ქვედა მარჯვენა ნაწილში შპრიცერთან ახლოს მოჩანს მიკროსკოპი. ის მიმართულია არა ზევით კვლევისთვის, არამედ ქვევით. თითქოს აკვირდება იმ ქაოსს, რაც გარშემო ხდება. ეს ადასტურებს ჩვენს მთავარ თეორიას. დედამიწა არის ლაბორატორია. 2026 წელს დაგეგმილი მოვლენები კი ახალი ვირუსი იქნება, ეს სოციალური არეულობა, ეკონომიკური კრახი თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი არის ექსპერიმენტი. ვიღაც ამას ზედამხედველობს და მიკროსკოპით აკვირდება. თუ როგორ რეაგირებს ადამიანთა მასა ამ სტრესზე. ჩვენ ვართ საცდელი კულტურა პეტრის ჯამში. მიკროსკოპი გვაფრთხილებს და ნიშანია იმისა, რომ ბიოლოგიური კონტროლი არ დასრულებულა. ის მხოლოდ გადავიდა დაკვირვებით ფაზაში. მესამე ძალა
ფიგურაში ლედში ილუსტრაციის მარჯვენა მხარეს ეს ტრამპსა და ტანკს შორის დგას მამაკაცი ტრადიციულ ინდურ სამოში. სავარაუდოდ ნარენდა მოდი ან ინდოეთის კრებითი სახეა ზოგადად. ის არ არის ჩართული პირდაპირ კონფლიქტებში, გავს განცალკევებით და მიანიშნებს გლობალური სამხრეთის როლზე, სანამ დასავლეთი და აღმოსავლეთი შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი ერთმანეთს ანადგურებენ, ეს მესამე ძალა ელოდება თავის მომენტს. ელიტა გვეუბნება, რომ 2022 წელს მსოფლიო ძალაუფლების ბალანსი შესაძლოა მოულოდნელად გადაიხაროს არა რომელიმე სახელმწიფოსკენ, არამედ სწორედ ამ მომლოდინე რეგიონებისკენ, რომლებიც ამ ქაოსში რესურსებსა და გავლენას აგროვებენ. ასევე არის ქარის ტურბინები და ნავთობის საქარჩები, ენერგეტიკული შიზოფრენია. ილუსტრაციაზე ეს ერთდროულად გამოსახული არის და ვხედავთ მწვანე ქარის ტურბინებს და ძველ ნავთობის საქარჩებს. ისინი ერთმანეთშია ოღონდ არეული. ეს ნიშნავს, რომ ენერგეტიკული გადასვლა არის სიცრუე. 2026 წელს მსოფლიო აღმოჩნდება ენერგეტიკულ პირიქით ჩიხში. ელიტა აიძულებს შემდგომ ხალხს გადავიდნენ ძვირად ღირებულ მწვანე ენერგიაზე, ტურბინებზე, მაშინ როცა თავად ისინი აგრძელებენ ნავთობისა და გაზის საქარჩებით გამოყენებას, რა თქმა უნდა, მოპოვებული ასე ვთქვათ, ნავთობის სამხედრო მანქანების დასაკოკად. ეს არის კლასიკური თვალთმაქცობა. ხალხისთვის შეზღუდვები და ქარი, ელიტისთვის ომისთვის ნავთობი და ძალა. რაც თქვენ ახლა მოისმინეთ და დაინახეთ, ეს მხოლოდ ამ ყდაზე არსებული აისბერგის მწვერვალია. ნუ გექნებათ ილუზია, რომ ჩვენ ან მე, ან თქვენ ამ ერთი ანალიზით შევძელით ამ გრანდიოზული და ასევე შემზარავი გეგმის ბოლომდე გაშიფრვა, რომელიც ამ ერთ ფურცელზეა დატანილი. გლობალური ელიტის ხელწერა სწორედ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ინფორმაციას ფენებად მალავენ. პირველი ფენა მათვისაა, ვისაც თვალები აქვს, მაგრამ მეორე და მესამე ფენა მათვისაა, ვისაც გონება აქვს გახსნილი. ამ ილუსტრაციაში კიდევ ათობით ისეთი დეტალია ჩამალული, რომლებზეც დღეს მე არ მისაუბრია, მაგრამ რომლებიც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მომავალში. დააკვირდით ფერების გადასვლას, დააკვირდით მცირე ზომის ელექტრონულ სქემებს, რომლებიც ფონად გასდევს მთელ სურათს. დააკვირდით იმ უცნაურ სიმბოლოებს, რომლებიც ერთი შეხედვით უბრალო ლაქებად მოჩანს. მე ეს ნაწილი განგებ დავტოვებიათ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი საქმე, ეს თქვენი გამოცდაც არის. ისინი ამ ნახატებს აქვეყნებენ როგორც ტესტს, რათა შეამოწმონ, რამდენად მზად არის საზოგადოება სიმართლისთვის. თუ თქვენ შეძლებთ დაინახოთ ის, რაც ხვებისთვის უხილავია, ესე იგი თქვენ უკვე გამოხვედით მატრიცის ჰიპნოზიდან. ამიტომ მე გიტოვებთ ამ ფოტოს სამუშაოდ, ან შეგიძლიათ მოძებნოთ კიდევაც და დადგეთ მის პირისპირ, შეინახეთ ის, გადმოწერეთ, გაადიდეთ თითოეული სანტიმეტრი. შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ ის, ვინც იპოვის იმ ერთ გადამწყვეტ დეტალს, რომელიც მთლიანად ცვლის სურათს. 2026 წელი შორს არ არის. საათის ისრები უკვე ჩართულია. შორს იმიტომ არ არის, რომ უკვე ცხოვრობთ 2026 წელში. და შესაბამისად წამზომმაც დაიწყო მუშაობა. ეს სურათი არის რუკა დანაღმულ ველზე, რომელზეც სულ მალე მოგვიწევს გავლა. ჩვენ მოგცეს გასაღები, მაგრამ კარი თქვენ უნდა გააღოთ. დააკვირდით, გაანალიზეთ, მოემზადეთ, რადგან როგორც ამ სურათში ჩანს, მომავალი უბრალოდ არავის არ ელოდება. თამაში დაწყებულია. ბურთი უკვე მოედანზეა. შემდეგ სერიამდე გემშვიდობებით.